სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის მესამე კვირა სულთმოფენობიდან და წავიკითხეთ სახარება, სადაც მაცხოვარი ამბობს მნიშვნელოვან სიტყვებს, რომელიც გასააზრებლად და რაღაც მთელი ცხოვრების საგზლად უნდა გაგვყვეს. თავარი ეს სიტყვებია ის, რომ ამბობს თვალი სანთელი სულისა არის თვალი. თუ თვალი შენი ნათელი იყოს, კეთილი იყოს, სინონიმია, მაშინ მთელი სული იყოს ნათელი. ხოლო თუ თვალი შენი დაბნელებული იყოს, მაშინ მთელი შენი სული ბოროტ იყოს. და მართლაც თვალი ეს არ იგულისხმება მარტო აპარატი, რომლითაც ჩვენ ხედავთ სამყაროს, ხომ? ეს არის გარკვეულწილად გონება, რომელიცაც აღვიქვავთ ჩვენ გარე სამყაროს. შეიძლება ბრმა იყოს, უსინათლე იყოს ადამიანი, მაგრამ ბევრად უფრო მეც ხედავდეს, ვიდრე თვალხილული ადამიანი. ლაპარაკია სწორედ სამყაროს აღქმაზე, როგორ აღიქვავ შენ სამყაროს. და თუ შენ კეთილად აღიქვავ მას, მაშინ შენი სული იქნება ამ სიკეთის მოყვარული და ამ სიკეთით სავსე. მაგრამ შენ თუ ბოროტი თვალი გაქვს, შენ თუ ბნელი თვალი გაქვს, მაშინ მთელი შენი შინაგანი სამყაროც იქნება ბოროტი. და უკვე თუ ნათელი შენში ბნელ არს, მაცხოვარი ესე ამთავრებს. რაღა იმას, რაც შენში ბნელია. იქ რაფსკერია არავინ აღარ იცის. ხო? ესეთი შედარება აქვს, თვალი თუ დაგიბნელდა, რომელიც ნათელი უნდა იყოს, ბნელი, რომელიც სულში გაქვს, ის სადღა იქნება. და მართლაც სამყაროს აღქმა, ერთი ანტონი სურუჟელი მიტროპოლიტი ამბობდა ძალიან კარგი რამეს, რომ როცა ადამიანი იპოვის ხატს, თქვათ მაცხოვრის ხატს, რომელიც არის დაზიანებული, მიწაში იპოვის, რომელიც არის დაზიანებული, გაუბედურებული, მისგან ხატისგან არაფერია დარჩენილი. შეიძლება რაღაც სახლის რომელიმე ნაკვთი არის, ან ცალი თვალია შერჩენილი, რაღაც დეტალებია მოკლედ შერჩენილი და დანარჩენი გაფუჭებულია. შენ ამ მაცხოვრის ხატს მთლიანად შენ სამყაროში აღადგენ და იმ სიკეთეს, რომელიც არის შემორჩენილი, იმას ხედავ და იქიდან უყურებ მთელს მთლიან ხატს. და ეს სწორი მიდგომაა. ესეთი მიდგომა უნდა გქონდეს შენ ადამიანების და მოვლენების მიმართ. ამბობს მიტროპოლიტი, რომ შენ თუ დაინახავ ადამიანს, პირველ რიგში ის კი არ უნდა დაინახო რა სისუსტეები აქვს და რა ცუდი თვისებები აქვს, ან რა გარეგნობა აქვს, ან რა ნაკლი აქვს მას. არამედ რა აქვს კარგი, ის აღმოაჩინე და იმას ჩაეჭიდე. ეს მოგცემს საშუალებას იმისას, რომ მთელი შენი სულიც იყოს ესეთივე ნათელი. თუ თვალს ეს თვისება აქვს და მე როგორც მხატვარი ამას ნამდვილად ვადასტურებ, რომ ადამიანი როცა ხატავს, ის სხვანახატს სწორედ რაღაც გამოსულ, შეიძლება ერთი დეტალი იყოს კარგად გამოსული და მთელი ნახატის განმავლობაში როცა უყურებ, სულ იმ დეტალს აკვირდები, იმიტომ რომ მოგწონს ის. დანარჩენი აღარ მოგწონს და არ გაინტერესებს. აი ეს თვისება აქვს ადამიანს ღმერთისგან ჩადებული და აი ეს თვისება უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენში. მაგრამ აი ცხოვრებაში პირადად ჩემთანაც ხდება ესე, რომ ადამიანს როგორც კი შევხედავთ, ვიწყებთ შეფასებას, მის
შინაგანად ხილებას, აღმოჩენას და შემდეგ შინაგანი კმაყოფილება გვაქვს ზეაღმატებული, რომ სხვისი დაკნინება შენთვის რაღაცა წინ წასულობის ან აღმატებულობის განცდას გაძლევს. რაც ეს მთლიანად ესეთი აღქმა სამყაროსი არის ბოროტება და სიბნელე, ამაზე გვეუბნება მაცხოვარი. ამიტომაც ეს დღევანდელი შეგონება მაცხოვრის ძალიან მნიშვნელოვანია. ხედვა, პირველივე შეხედვა, აღქმა სამყაროსი, დანახვა მოვლენების შეფასება ყოველთვის უნდა გამოვიდეს იმ სიკეთიდან, რომელიც თუ ერთი ბეწო მაინც არის იქ, აუცილებლად არ დასაკარგია და სხვათა შორის ეს სახარებისეული სიკეთე, რომელზეც მაცხოვარი ლაპარაკობს, რაღაც ქართულ სუფრაზეც არის შემორჩენილი, ხო? როცა საღრძელოს ვამბობ ჩვენ, როგორი კაციც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად კარგად უნდა დაახასიათო, არ მინახია მე სადღერძელო, ადღერძელებდნენ და ლანძღავდნენ და აგინებდნენ ადამიანს, ხო? ცდილობ, რომ რაღაცა კარგი ჩაიჭირო მასში. და თუ კარგიც ვერ იპოვე და რაღაცა ისეთი კარგი თქვა, რომ ავანსად მაინც მისცე. იმიტომ რომ ეს ადამიანს რომ ეტყვი, რომ ეს სხვათა შორის ბავშვებსაც აღზრდაში ჩვენ ფსიქოლოგები გვეუბნებიან და გვირჩევენ, რომ აღზრდაშიც ბავშვებს სწორედ რასაც მოუწონებ, იმისკენ გაიზრდება. იქიდან წავა. აი მოუწონებ და რაღაცა ამას წაახალისებ და ხშირად გაუსვევ ამ მის რაღაც პატარა ნამოქმედარსაც ხას და ის აუცილებლად ეცდება რომ გაიმეორეს და აუცილებლად ეცდება რომ რაღაცა მოაწონოს თავი დედას და ამით შემდეგ უკვე ეს თვისება შეეძება და იზრდება ადამიანი ნორმალურად და რაც კატეგორიულად მიუღებელია ბავშვისში აღმოჩენა რაღაც მისი ნაკლის სისუსტის თუ რაღაცის და პედალირება იმაზე რომ შენ ესეთი ხარ უარგისი ხარ აფერი შეგან არ გამოვა. აი მაცხოვრის სიტყვები მეცნიერებიც კარგად ამტკიცებენ ამას როგორც ჭეშმარიტებას. შემდეგ მაცხოვარი აგრძელებს სახარებას და უკვე 22 და თითქმის მიუღებელ რამეებს ამბობს. რომ ამბობს მიუთითებს ჩიტებზე, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ, უბრალოდ ცხოვრობენ და მათ საკვები არ ელევათ. ისინი ხვალინდე დღეზე არ ფიქრობენ, მაგრამ მამა მათი ზრუნავს და გვეუბნება რაოდენ თქვენ უფრო მეტნი ხართ ვიდრე ერთი ჩიტია ბეღურა მილიონობით და მილიარდობით ბეღურაში. ამდა შეხედეთ შროშანი ველისანი თან ესეთი კარგი ქართული სიტყვაა ხო? განიცადეთ შროშანი ველისანი და რა სილამაზით შეამკო მან ღმერთმა. აი სოლომონმა ლაპარაკია სოლომონ მეფეზე, რომელიც ითვლება რომ ყველაზე მდიდარი მეფე იყო და მიწიერი გაზომელებით ყველაზე დიდი სიმდიდრით იყო შემოსილი, იმან მიახლოებითაც კი ვერ შეიმოსა, ისე როგორც ერთმა პატარა ღერომ შროშანმა ველისა. და ეს შროშანი ველისა, რომელიც გახმება და ხვალ ცეცხლში ჩავარდება, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, ხო რა არის ერთი ღერო თივა. და წარმოიდგინე შენ მცირედ მორწმუნეო, რაოდენ შენ მცირედ მორწმუნეო გივლის და გმოსავს შენ ღმერთს. და შენ კიდევ არ მიხარ და ზრუნავ ხვალინდელ დღეს. ამიტომ არ იზრუნო, რა იჭამო, რა იდალიო, რა შეიმოსო. ვინაიდან მამამა შემას ეცათამა ის ყველაფერი იცის და მოგცემს შენ, როცა გჭირდება. ესე ბუკვალურად თუ გავიგებთ, მაშინ აბა ფსიქიკა დაგვერღვევა ჩვენ, ხო? და უბრალოდ არანაირი ჩვეულებრივი ცხოვრებაც არ გვექნება. ვიქნებით დამოკიდებული არ ვიცი რაზე, ბუნების სტიქიაზე, ხო? ჩვენ აქ უნდა გავიაზროთ ის, რომ მაცხოვარი რა კონტექსტში ლაპარაკობს. საერთოდ უყვარს
გაცხოვას ესეთი ერთმანეთის გამომრიცხავი თეზების ლაპარაკი, ხო? თეზას რასაც იტყვის, მე ანტითეზას იტყვის, იმის საწინააღმდეგოს. და ამით ამძაფრებს იმ თეზას. აი ესეც მაგალითად გამძაფრებულია აშკარად, ხო? ნეტარი იერონიმე ამბობს, რომ ხვალინდელი დღეს, ბუკვალურად ხვალინდელი დღე კი არ არის, ეს არის მომავალი ცხოვრება. ანუ შენი მომავალი ცხოვრება იქნება, იწყება დღესვე აქ. და არ არის საჭირო იმისთვის ზრუნვა, რაღაცები აკეთო იმისთვის. იმიტომ რომ შენ თუ სწორედ იცხოვრებ აქ, ეს სწორედ ცხოვრება აისახება მომავალშიც. ამიტომ ამ მომავალზეა ლაპარაკი. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ მომავალი არის არა ხვალინდელი დღე, არამედ ხვალინდელი დღე უпроსტარით არ არის ბუკვალურად ხვალინდელი დღე, არამედ მომავალი. და რითაც ამთავრებს მაცხოვარი ამ სიტყვებს, იქიდან უნდა გამოვიდეთ ჩვენ. ამთავრებს ესე, რომ ნუ ზრუნავთ ხო იტყვის ხვალინდელ დღეს. ესე ამთავრებს, რომ უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ყოველივე ესე შეგეძინოთ თქვენ. ანუ დაამთავრა, ანუ აზრი ესე დასრულდა, რომ დაყავი შენი ცხოვრება იერარქიებად. ნუ ხარ წარმართდა, რომ ნუ არის შენთვის მთავარი საზრუნავი, ტანსაცმელი, საჭმელი, სასმელი, დასვენება, სეირნობა და ასე შემდეგ. ყველაფერს თავის ადგილზე ძალიან კარგი და ბუნებრივი და სიკეთის მომტანია, მაგრამ როგორც კი იერარქია ირღვევა, რის ხარჯზე აკეთებ ამას, ხო? მაშინ გეგრევა მთლიანად საზრისი ადამიანის ყოფისა. რისთვის ხარ მოვლენილი, რისთვის ცხოვრობ. ამიტომ მაცხოვარი ამბობს, რომ თავარი არის სასუფეველი ცათა ეძიო და სიმართლე იმის. სასუფეველი ცათა ესეც მეტაფორა იქ პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს ქრისტე ეძიე. გახსოვთ, მოახლოებულ არ ცათა სასუფეველი. შეინანეთ ივანე ნათლისმცემელი რო გადაგებთ ეს სასუფეველი მოახლოებულ არს ნიშნავს რომ ქრისტე უკვე აქ არის აი დღეს შემოადგავს თქვენთან და შემოგხედავს შენ და შენს გვერდშია და ის მას უნდა შეხვდეს შენ ამიტომაც სინანული გჭირდება იმისთვის რომ სწორი ურთიერთობა აიწყოს შენსა და ღმერთს შორის იმიტომ რომ ეს გახსნა არასრულყოფილების დაცემულობის ნაკლოვანებების შენ გაქვს და ამის აღიარებაა საჭირო შენი გააზრებაა აი ჯანმრთელობა საიდან იწყება ხო აი ნარკომანისთვის ჯანმრთელობა იწყება მაშინ როცა ის ჩათვლის რომ ის კი ნარკომანია სანამ ის არ იტყვის რომ ნარკომანი ვარ ის ვერასდროს ვერ განთავისუფლდება ან იგივე ალკოჰოლზე დამოკიდებული ან და თამაშზე დამოკიდებული ადამიანი საერთოდ მიჯაჭვული ადამიანი რაზეც არ უნდა იყოს თუ არ ჩათვლის ამას რომ ის მიჯაჭვულია მაშინ არ იწყება მისი ჯანმრთელობა და გამოჩენს საფრთხე ასევეა რომ იძახის იოანე ნათლისმცემელი შეინანეთ მოვიდა სასუფეველი აგერკას შენ თვალწინარ ეს შეინანეთ ნიშნავს მეტანოიას ხო შეიცვალე შემობრუნდი ანუ აღიარე ეს რომ ესია და მე უკვე მაცხოვრის ხელში ხარ შენ მე უკვე ის მოქმედებს იცით რა არის მოქმედება არის ორმაგი ჩვენ ხშირად ვაკნინებთ ღმერთს სამართლო მოქმედებას ან ვაკნინებთ ადამიანის მოქმედებას რაც არაფრით არ შეიძლება არც ერთი და არც მეორე იმიტომ რომ შენგანაა საჭირო დიდი ძალისხმევა და ღმერთისაგან არის სულ მოქმედება რომ შენში აღმოაჩინოს და გამოიყვანოს შენგან რაც თავარია და დაგაყენოს ფეხს გასავლოს სიარო მაგრამ არ შეიძლება რომ მარტო შენზე იყოს ყველაფერი დამოკიდებული იჯდე და ვთქვათ რაღაც ვთქვათ მარხვა შეინახავ თუ არა ამაზე იყოს დამოკიდებული შენი სულიერი ცხოვრება ეს რაღაც დეტალებია თავარი არის რომ ღმერთსაც მოусმინო იაზრო რას ნიშნავს ღმერთს მოსმენა რომ სამხტო შინაარსები გაიგო და მასზე იაზროვნო ჩვენთან საქართველოში უცნაურია და წმინდა წერილის წაკითხვა არ გვიყვარს არავინ წმინდა წერილი არ ვიცი
ხალხში რომ გავიაროთ და ვკითხოთ ელემენტარული ხო წმინდა წერილი სახარებიდან აღარა ძველ ხმაზე არ ვlopარაკ სახარებიდან ვერცე დეტალს ვერ გაიხსენებს ადამიან 99% ადამიანებს რატომ იმიტომ რომ არ გვიყვარს წმინდა წერილის კითხვა ჩვენ წმინდა წერილის სახარება იმის ტაძარში გავიგებთ და წირვის დროს რაღაცა აი ესე დეტალებს გადაგებებში მაგრამ რეალური ჩვენ თვითონ პოვნა იცი რატომ იმიტომ რომ ღმერთი შენს გეხსნება მაგის უნდა გწამდეს შენ მარტო ღვთისგან გამოსული სიტყვა კი არ არის შენთვის მისაღები ან თუნდაც წმინდანისგან არა შენთანაც მოდის და შენს გელაპარაკება და შენს გაძლევს ახსნის შენებურ ხედვას სახარებისას ამიტომ შენი გამოცდილება ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია ამიტომ შექმნა ღმერთმა მრავალფეროვნად სამყარო და ადამიანებს რომ კი არ იყვნენ გაწვრთნილი ცხოველებივით დაძახილზე მოქმედნი არამედ თავისი გააზრებული მოქმედებით მოქმედებდნენ ამით უმეტეს 21 საუკუნეში როცა ესეთი კრიტიკული აზროვნების წესია ესე ძაფრად და ჩვენ ყველანი ესე ვართ გაზრდილები ხო ამ კულტურაში რაღაცა უნდა შევაფასოთ გავაანალიზოთ დავშალოთ მარტიმამრავლებად მე ესე შევაერთოთ და მე ესე ამაზე აი ეს არის პროცესი ღმერთთან ურთიერთობის და არა ვთქვათ უბრალოდ წაკითხვა დილის და საღამოს ლოცვების საერთოდ არ არის ეგ პროცესი ეგ არის რაღაცა აბუზა ადამიანებისთვის ბევრისთვის და გაღიზიანებას იწვევს ბევრში სწორედ იმიტომ რომ თავის სიტყვები არ არის იმიტომ რომ თვითონ არ არის იქ სადაც ბასილი დიდი ლოცულობდა ეს გარკვეულწილად შენი რაღაცა გარმონია რომელსაც შენ გაძლევს ეკლესია აი ტონალობას როგორც მუსიკაშია ხო რაღაც გარმონია ტონალობას გაძლევ და იმ გარმონიაში უნდა შენი მელოდია დაუკრა ხო და ეს ჰარმონია ძალიან კარგია რომ საყრდენი გქონდეს შენ რაში ვიმოძრაო იმიტომ რომ პირდაპირ მიგიშვა 1000 სისულელე სიტყვი ხო და როცა უკვე ამაში ხარ და ეს უკვე შენში გამჯდარია უკვე შენ თვითონ უნდა ელოცო შენი სიტყვები უნდა თქვა ღმერთისთვის არ არის უფრო ძვირფასი თქვენი სიტყვა ვიდრე ბასილი დიდის სიტყვის გამეორება 15 საუკუნის შემდეგ მე მგონი თქვენი სიტყვა უფრო ძვირფასია იმიტომ რომ თითოეული ადამიანის სიტყვა უფრო ძვირფასია იმიტომ რომ ის დათქვამია და გაკეთებულია ეხლა შენი სიტყვა უნდა და აი ფსალმუნებში მაგალითად არის სავსე ძალიან ლამაზი და ბრძნული აზრებით ლამაზი სიტყვებია ნიშნულოვანი აზრებია და ეს რაღაცნაირად გამყოფებს აი ამ ფსალმუნურ სამყაროში ღმერთსა და ადამიანში და შენ თვითონაც უკვე როცა ფსალმუნებს ბევრს კითხულობ მე უკვე შენ თვითონ ხვდები როგორ ელაპარაკო ღმერთს შენი სიტყვებით უთხრა შენი გულის ტკივილი და შენი სიტყვებით ვეთ ხო რაც გინდა ან შენი სიტყვებით ვიდე განადიდო ან შენი მოქმედებით იმოქმედო შენი მოქმედებით იმოქმედო და იმით განადიდო ჩვენ ვამბობთ ხშირად რომ ღმერთის დიდება არ არის მარტო წაკითხვა ლოცვების არამედ საქმე რომელშიც შენ იმყოფები ის არის დიდებული ღვთის წინაშე როცა ამას განადიდებ შენ და აიყვან საკრალურ სიმაღლეს მაშინ ღმერთთან ურთიერთობაც სწორედ ბევრად უფრო გაგვიარდება და მაშინ ეკლესია თავისი მადლმოსილებით აი ამ ტერიტორიაზე კი არ იქნება არამედ გადაინაცვლებს და გამოყვება სახში წამოვა ტრანსპორტშიც წავა ოჯახშიც დასასვენებლად ზღვაზეც ყველგან წამოვა და იქ სადაც თქვენ იქნებით იქ იქნება ღმერთიც თუ არა და აი ეგ წახვალ დასასვენებლად და იტყვით აი ეკლესიაში თუ არ ჩავედი მადლი დავკარგე რატო დაკარგე მადლი ზღვაზე არ მესმის ამ თასში რატო დაკარგე მაინც უნდა მოხვიდე და აქ უნდა გქონდეს ეს არ არის სწორი რატო იმიტომ რომ მიჯაჭულები ვართ არასწორად და გონია რომ აქ ღვთისმოსაობა ჩვენ ღვთის რაღაცა
უკეთეს მდგომარეობაში და როგორც კი აქედან გავდივარ ეს ღვთისმოსეობა გვტოვებს და არა მაცხოვარმა მოციქულებს რა უთხრა წადით დატოვეთ იერუსალიმი და წადით და სად წავიდნენ ისინი წმინდა ადგილებში არ წავიდნენ წავიდნენ ზოგი რომში წავიდა ზოგი ანტიოქიაში ზოგი ალექსანდრიაში ყველაზე დიდ და ცოდვილ ქალაქებში ალექსანდრია იყო მაშინდელი დღევანდელი ნიუ-იორკი და რომი იყო დღევანდელი რომი რაც არის დღევანდელი არა იქ წავიდნენ და იქ დადიოდნენ ქადაგ მაგრამ იქ არ წავიდნენ იმისათვის რომ იქაურები გამხდარიყვნენ არამედ იქ წავიდნენ იმიტომ რომ ეს სინათლე ჩაეტანათ და აქედან მიღებული სინათლე სწორედ უნდა გავიტანოთ ყველამ და ყველა რომ ვიცოდეთ ვართ ქრისტეს მოციქულები ამის უნდა გწამდეთ ამიტომ აღმახვილებს მაცხოვარი გახსოვთ თქვენ მცირედ მორწმუნენო სულ ამას გვეუბნები არ გწამ შეთვითონ რამხელა დიდი ხარ გამიგე როგორ შექმნა ანუ თივაზე ასე შეუქმენიო შენ ამდენად უფრო მეტი ხარ ვიდრე თივა და რატო არ გწამს ამისი მაგაზე გვსაყვედურობს და ნახე ადამიანებს რა უფრო ადვილად წამს მე ვარ ესა რა ქვია მაიმუნის წელიწადში მაიმუნური თვისებია ის ვირთხის წელიწადშია ეს უფრო ადვილად მისაღებია მისთვის იყოს მაიმუნი ვირთხა გველი ვიდრე იყოს უდიდებულესი შესამოსლით ღვთაებრივი სახით შემოსილი აი ადამიანი მიძვრება აი რაღაცა პირველყოფილი წარმართული შამანური ბუნებისკენ ვერ ტოვებს ამას მაინც ურჩევნია რომ ვარსკვლავმა გადაუუწყვითო ხვალინდელი დღე რომელსაც ორშაბათს დილით მოისმენს იმედის ეთერში როდესაც აგარელი გამოვა და ყველას დაუულაგებს იმ კვირაში რა უნდა გააკეთოს ვით უხარია ჩამსდრები არიან და მერე კვირას მოვლენისებ ტაძარში და მიიღებენ მათ და ორშაბათს ვარსკვლავებთან ერთად გააგზავნებენ ცხოვრება აი ეს აჯაფსანდალი არის თავში და ამისგან უნდა დაიწერითო ამ წარმართობისგან უნდა დაიწერითოს ადამიანი მეთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ